მოგესალმებით პატრიციულ მაყურებლებო, დღეს ჩვენი გადაცემის მე-18 ჩაწერა გვაქვს. დღეს ჩვენი თემა არის ფასების შეზღუდვა და დეფიციტი. რატო არის ეს ერთმანეთთან დაკავშირებული ორი რაღაცა, ფასების შეზღუდვა იწვევს დეფიციტს და რა არის ამაში მითი და რა რეალობა. ამ საკითხის გასარჩევად გადავწყვიტეთ გაგვიკეთებინა გადაცემა, რომელშიც მოწვეული სტუმრები, მე და მოწვეული სტუმრები შევეცდებით, რომ ავხსნათ თუ რატო იწვევს ფასების შეზღუდვა დეფიციტს და რატომ არის მითი ის თითქოს ფასების შეზღუდვა კარგი არის მომხმარებლისთვის, თუნდაც ღარიბი ადამიანებისთვის. სანამ სტუმრებს წარმოგიდგენდეთ, მანამდე რამდენიმე სიტყვით მინდა გაგახსენოთ ისეთი ამბები, რომლებიც ალბათ ბევრს მოეხსენება, იგივე პურის რიგები საქართველოში, ბენზინის რიგები საქართველოში, თუ ნავთის რიგები საქართველოში, რაც დაკავშირებული იყო არასწორ გადაწყვეტილებებთან მაშინდელი ხელისუფლების, მაგრამ თქვენ არ იფიქროთ, რომ ასეთი რაღაცეები, ამას უფრო ფართოდ ალბათ ჩემი სტუმრები წარმოადგენენ და გაიხსენებენ მე, მაგრამ არ გეგონოთ, რომ ესეთი რამე მარტო საქართველოში ხდება. ანალოგიურ გადაწყვეტილებას სხვა ქვეყნებშიც, ყველაზე განვითარებულ ქვეყანაშიც კი იგივე შედეგები მოჰყვება, რაც ჩვენს ქვეყანაში და ასეთი მაგალითად მინდა წარმოგიდგინოთ ნიქსონის გადაწყვეტილება, რომელიც მან გააკეთა 1971 წლის 15 აგვისტოს, გამოუშვა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ფასები არ შეიძლებოდა გაზრდილიყო რაღაც გარკვეული კატეგორიაზე მეტად. მე არ წავიკითხავ ახლა ამ გადაწყვეტილებას, მე თუ რაღაცა შეგვიძლია მოიძიოთ ეს გადაწყვეტილება და წაიკითხოთ თუ სურვილი გექნებათ, მაგრამ ერთი მთავარი რაც მინდა გითხრათ არის ის, რომ ამ გადაწყვეტილების მერე ამერიკელებმა პირველად ნახეს რა არის რიგები ბენზინგასამართ საზღვრებთან. ფრეად საინტერესოა, რომ ამერიკაში ესეთი რამე მანამდე ცნობილი არ იყო, შეიძლება ძალიან ადრე იყო რაღაცა ომის დროს და რამე, მაგრამ ამ 70-იან წლებში ეს იყო, ასე ვთქვათ, ახალი აღმოჩენა, ასევე ცარიელი დახლები პროდუქტების მაღაზიაში, ამის სურათების ნახვაც შეიძლება. იმის გამო, რომ ეს საკითხი, ასე ვთქვათ, ძალიან პოპულისტურია მოსახლეობაში და პოლიტიკოსები ხშირად სარგებლობენ მოსახლეობის გაუნათლებლობით ამ საკითხში, რომ არ ესმით ადამიანებს, რომ ფასების შეზღუდვა სწორედ მათი ინტერესების საწინააღმდეგოდ მუშაობს, ვფიქრობ, სწორია მოვაწყოთ არა მარტო ეს დებატები, ეს გარჩევა თუ სხვა გარჩევა, არამედ კიდევ უფრო ხშირად სხვადასხვა კუთხით, სხვადასხვანაირად განვიხილოთ ეს საკითხი, რათა გასაგები იყოს, რატომ ხდება ფასების შეზღუდვის გამო დეფიციტი. რას ნიშნავს ფასი? ჯერ ეს არის კარგად გასაგები, ფასი მარტო ის არ არის, რაც ორ ადამიანს შორის გარიგებაზეა ლაპარაკი, და ამას აგრძნიან ჩვენი სტუმრები და რატომ მივდივართ დეფიციტამდე შედეგად. დეფიციტამდე, ხარისხის გაფუჭებამდე, დახქვემოთა გაყიდვებამდე და ამაზე უამრავი სხვადასხვა ხუმრობა არის, მაგალითად, ფასს თუ დაუწესებ ჭერს, საქონელი გადავა სარდაფში. ეგეთი გინდა იუმორი დაარქვი, გინდა ანდაზა დაარქვი არსებობს. ასე რომ გთხოვთ ჩვენთან ერთად თქვენს დაფიქრდეთ, თუ შენიშვნები გექნებათ, გაგვიზიარეთ, მადლობელი დაგრჩებით. ეს გადაცემაც, წინა გადაცემები, შემდეგი გადაცემებიც ყველა გამიზნულია იმაზე, რომ ჩვენ დავიწყოთ ფიქრი, აზრების ურთიერთგაცვლა და თუ ვინმე საუბარი შეუძლია, სიამოვნებით დავპატიჟებ ერთ-ერთ ჩემს გადაცემაში და ვისაუბროთ იმ საკითხზე, რომელიც უკვე განხილული გვაქვს, ან რომელსაც მომავალში ვაპირებთ, რომ განვიხილოთ. ეხლა წარმოგიდგენთ ჩემს სტუმრებს, დღეს ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან ბატონი ირაკლი შავიშვილი და ბატონი ბორის სოლომონიანი. მოგესალმებით, სასიამოვნოა, რომ აქ ხედავთ და არ ვიცი ახლა როგორ დავიწყოთ, ალბათ პირველად უნდა ავხსნათ ეს ფასი რა არის. მე მგონი მეტნაკლებად ორივე შეგიძლიათ კარგად ახსნათ, ოღონდ ალბათ თქვენებურად ახსნით და შესაბამისად უფრო გასაგები იქნება ადამიანებისთვის. იმედია. უფროს ხوار დავუთო.
ну ზოგადად ეხლა ფასი რა არის? ფასი არის მყიდველსა და გამყიდველს შორის თანხმობის წერტილი, ხო? შეთანხმების წერტილი ამა თუ იმ პროდუქტის ყიდვა გაყიდვაზე, მაგრამ ფასებს სინამდვილეში ბევრად უფრო ფართო ფუნქცია აქვს. და ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია არის მათი საინფორმაციო ფუნქცია. ის იძლევა ინფორმაციას იმის შესახებ, რა ჭირდება ბაზარს, რა ნაკლებად ჭირდება, რაში ჯობს ინვესტიცია, რაში არ ჯობს ინვესტიცია და ასე შემდეგ. ეს ადამიანები მაგ კუთხით ალბათ ნაკლებად ფიქრობენ ხოლმე, უფრო ფიქრობენ, ფასი არის მათთვის ინფორმაცია, სად ჯობია წავიდნენ და იყიდონ. კი, რა თქმა უნდა. გამყიდველი ნაკლებად აფასებს, იქ მეტი ადამიანი გიდის, ხო, საღებავად. რა თქმა უნდა. ანალოგიურად არის მეორე მხარესაც, ხო? ეს ფაქტიურად ინვესტიციის სახეობაა, როცა ერთ ადგილს მიაწყდება, ვთქვათ, ბევრი ხალხი, ეს იმ მწარმოებლისთვის სიგნალია იმის შესახებ, რომ უფრო მეტი უნდა აწარმოოს ეს პროდუქტი. კი. და ამ წარმოებას ის გააფართოებს სწორედ ამ მოზიდული თანხით, რა ფასათაც მან გაყიდა ეს პროდუქტი. ასე რომ, როცა ბაზარი, მე არ ვამბობ, თქვათ, ერთეულ შემთხვევებზე, მაგრამ როცა ბაზარი რაიმე პროდუქტს ყიდულობს ძალიან ძვირად, ანუ ძვირში გულისხმობ იმას, რომ ბევრ მოგებას იღებს გამყიდველი, ხო? ეს არის სიგნალი იმისთვის, რომ ბაზარს ეს პროდუქტი ძალიან ჭირდება და არ იქა მიშველეთ. და მიმწოდებელი რატომღაც არ შემოდის ახალი. ხო. ჯერ ვთქვათ ისა, ბაზარ თავისუფალ ბაზარზე, არარეგულირებულ ბაზარზე როგორ ხდება ეს ამბავი, ხო? თუ მე მაქვს რაღაც თანხა და მინდა მისი გამრავლება, მე ვაკვირდები ბაზარს, სად შეიძლება მეტი მოგების მიღება ხო, სწორია? ამიტომ ესა თუ ის ფასი მეუბნება, აი ბაზარს ეს საქონელი ჭირდება სასწრაფოდ. ეს პროდუქტი ჭირდება სასწრაფოდ. და მეც იმ წუთში ვიწყებ ამ თუ რაღაც შეფხებულობა ან ცოდნა მაქვს ამისი, ვიწყებ ამ პროდუქტის წარმოებას. მარტივად რო ვთქვა, თუ მე შემიძლია სამი სხვადასხვა სახეობის პროდუქტის წარმოება, ბაზარზე ვნახულობ, რომელს აქვს ყველაზე მეტი ფასი და იმის წარმოებას დავიწყებ. და არა იმისას, რომელიც ნაკლები ღირს, რა თქმა უნდა, რომელიც მეტ მოგებას შესაბამისად, ხო? და ბაზრის კანონი ისეთია, ეხლა ძალიან მოკლედ და უხეშად რომ ჩამოვაყალიბოთ, ხო? ის რაც ძვირია ბაზარზე, აი წრებრუნვაში რომ წარმოვიდგინოთ, ის რაც ძვირია ბაზარზე, ანუ დიდ მოგებას იძლევა, ამას ვეძახი ძვირს, ხო? ის ბევრი იწარმოება. რაც ბევრი იწარმოება, ის იაფდება. სანამ არ მიაღწევს წონასწორობის ფასს. რაც იაფია, ის ნაკლები იწარმოება. რაც ნაკლები იწარმოება, ის მერე ძვირდება. თუ ბაზარს ეს სჭირდება, ხო, ეს ძალიან უხეშად ჩამოყალიბებული ბაზრის ციკლია, ასე ვთქვათ, ხო? იქ არის ფაქტიურად მოთხოვნა მიწოდების კანონის ახსნა, ჩვენ ყოველთვის თუ ბაზარზე გარეგანი რაღაცა ხელოვნური ჩარევები არ ხდება, მისი ფასი ყოველთვის მიიწრაფის რაღაც გარკვეული წონასწორობის წერტილისაკენ, რომელიც ყველაზე ოპტიმალურია მყიდველისა და გამყიდველისათვის. გამყიდველსაც ოპტიმალურად რჩება მოგება, იმისთვის რომ უღირდეს წარმოება და მყიდველსაც მყიდველის მოგებული რჩება, რადგან ის საქონელი სწორედ რომ ასეთ ფასშია. რა თქმა უნდა, ორივე საწყობს, გამყიდველ საწყობს უფრო ძვირად გაყიდოს, მაგრამ ვერ გაყიდის კონკურენციის გამო, მყიდველ საწყობს უფრო იაფად იყიდოს, მაგრამ ვერ იყიდის, იმიტომ რომ გამყიდველს აქვს შანსი გაყიდოს ამ ფასში. და ის რომ შენ გაწყობს მაქსიმუმს ვერასოდეს ვერ მიიღებ, რაღაც ოპტიმალურ, ან რაღაც საერთო გადაწყვეტილება და მისვლა საჭიროა. და ერთი მომენტია, როცა ჩვენ ვიწყებთ ამ ფასების რეგულირებას, ეს ნიშნავს ინფორმაციის დამახინჯებას უბრალოდ. თუ შენ ბაზარს დაუწესებ რაღაც ზღვარს და ამაზეც მინდა დავსვა კითხვა, თქვათ, ტელემაყურებლებმა თუ ჩვენ მომსვენელებმა, თავისთვის უპასუხონ ასეთ კითხვას რა. რამდენი უნდა იყოს რაღაც ფასნამატი, ფასნამატზე ალაპარაკდა დღეს მთავრობა.
რამდენი უნდა იყოს ფასნამატი თქვენი წარმოდგენით, რომ გამყიდველი ღორად არ ჩაითვალოს. აი უცნაური კითხვა. ხო, მაგრამ შეიძლება ზოგისთვის 1%-იც კი ღორობა იყოს, რას გაიგე. რა თქმა უნდა. მაგრამ მაგრამ თვითონ რო ყიდდეს მაშინ? საქმეც ეგ არის ზუსტად. თქვენ რომ რაღაც ფასნამატით გააყიდოთ თქვენს ხელთ არსებული პროდუქტი, რამდენად გაყიდით? საინტერესო ამბავია, ხო? ხო და ამ დროს როცა მთავრობა აწესებს აი თქვენ ნიქსონის მაგალითი მოიტანეთ, როცა რატო წარმოიშვა იქ დეფიციტი? იმიტომ რომ არასწორი ინფორმაცია გავიდა ბაზარზე. პოტენციურმა ინვესტორმა ვერ მიიღო სწორი ინფორმაცია, სად ჯობდა ფულის დაბანდება და რა პროდუქტი ჭირდებოდა ბაზარს, რომ ის უფრო მეტი ეწარმოებინა. იგივე მაგალითად, რადგან ბენზინზე ფასი შეიზღუდა, ბენზინის მიმწოდებლებმა აღარ მიაწოდეს საკმარისი რაოდენობისა და მაგ დროს როგორც იმ ინფორმაციაში წერია, ძალიან ბევრი ბენზინგასამართ სადგური უბრალოდ დაიხურა. კი, ხო, აი ეს სურათიც ვნახე, out of service ეგეთი. მე გაგახსენებთ არც ისე დიდი ხნის მაგალითს საქართველოს ისტორიიდან, როცა რუსეთმა გაზი დაგვიკეტა წინა საახალწლოდ 2006-ში იყო ეს. ხო, მგონი სადღაც. მაშინ ნავთის ფასები მანამდე ბაზარზე ღირდა 1 ლარი და გახდა უცებ 3 ლარი. ამაზე გამოვარდა სააკაშვილი ტელევიზორში და თქვა რომ ვინც 3 ლარად გაყიდის ნავთს დავიჭერ ყველას. ნუ პირდაპირ ამ სიტყვებით შეიძლება არ იყო, მაგრამ შინაარსი ეს. და მეორე დღეს მთლიანად გაქრა ბაზარზე ნავთი. თუ შსს მინისტრი იყო მე მგონი მაშინ. არა, სააკაშვილი იყო. ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ მე მახსოვს ბენზინი, ისა ნავთზე დიდი რიგები. ხო, რიგები და გაქრა 90 ცენტის რიგების მერე აღარ მინახავს. ამ მუქარის მერე ბაზრიდან გაქრა ნავთი. ანუ მოდით ეს მაგალითიც რომ განვიხილოთ, ეხლა ცოტა ბევრი საუბარი გამომივიდა, მაგრამ ეს მაგალითიც რომ განვიხილოთ. კი, ცუდია, როცა გაძვირდა ეს ნავთი და 3 ლარი გახდა და ღარიბ ადამიანებს არ ქონდათ ამის ყიდვის საშუალება და სიცივეში უნდა გაყინულიყვნენ, იმიტომ რომ წინა საახალწლო პერიოდში მოხდა ეს ამბავი. ხო, მაგრამ ეს გამოხტომა რომ არ ყოფილიყო, იმ ღარიბ ადამიანებს რჩებოდათ იმის შანსი, რომ რომელიმე მათ შედარებით შეძლებულ ან მეზობელს, ან მეგობარს, ან ნათესავს, ან ვიღაცას თავისთვის ეყიდა 10 ლიტრი ნავთი და ერთი ამისთვის გაენაწილებინა. მაგრამ იყო მასეთი რაღაც. კი, და ხდებოდა კიდევაც ასე. მაგრამ თუ როცა ნავთი საერთოდ გაქრა ბაზრიდან, ვეღარც ისყიდულობს და ვეღარც მდიდარი ყიდულობს, ვეღარც ღარიბი და შესაბამისად ამ ღარიბს ვერავინ ვერაფერს ვეღარ უმაწილებს, იმიტომ რომ არ არის ეს პროდუქტი ბაზარზე. ხო, მათ კიდე ერთი მნიშვნელოვანი დანახარჯი იყო, როდესაც ნავთი ხელა რიგები შეიქმნა, რომელშიც იმისთვის რომ დაუშვათ ვითომ ძვირი არ გადაიხადო, რამდენიმე საათი გიწევდა დგომა, თუ მოგიწევდა, ხალხი ღამეებს ათენებდა. კი, პურზე იგივე იყო და ბენზინზე იგივე იყო და ასე შემდეგ. ღამეებს ათენებდა და ვითომ ის დრო, რომელიც შენ რიგში უნდა გაგეკეთო, ვითომ არაფერი არ ფასოა. ცოტა მეტი ხო არ ჯდება ეს სამომავლო. რა თქმა უნდა. კარგი, მე მგონი დაახლოებით მოუხაზეთ, ახლა ბორისი მედია ცოტა სხვა კუთხიდან შეგვახედებს, რა ვიცი. ხო, ნუ მეც ვეთახები აბსოლუტურად ბატონ ირაკლის უბრალოდ რაღაცას შეიძლება უფრო ჩავშლიდი, რომ ფასი არა მარტო კონკრეტულ მომენტში ინფორმაციის მოწოდებელია, დამგროვებელიც არის ინფორმაციის და როგორ მაგალითად რო ავიღოთ მაღაზიის შემთხვევა, რომ განვიხილოთ მარტივად ცოტა პრიმიტიულ ენაზე რომ ჩავიდეთ, პირობითად მე თუ მაქვს რაიმე პროდუქტი კარტოფილი ავიღოთ, ხო? და ყიდი ამ კარტოფილს 10 ლარად მიჯდება, ყიდულობ 8 ლარად პირობითად და ის 2 ლარი არის ჩემი მოგება ამ შემთხვევაში, ხო?
ეს ხო არა ეს აწვდის ბაზას რა ინფორმაციას რო აგერა აი ამ კონკრეტულ პიროვნებას უღირს ამის ორი ვარიანტის მოგებისთვის ამ საქმის კეთება. მაგალითად თქვენ თუ გამოჩდით თქვენ ყიდით 9 იგივე რვალ რა ტყიდულობთ თქვენ ღირით რა ამ საქმის კეთება და შესაბამისად მე მიწევთ კონკურენციას. მე ხა გამოსავალი რა მაქვს რომ ან დაუწიო ფას ან საერთოდ გავიდე ბაზიდან გავკოტრები 1000-ად ვეღარ გავკვიდე. ეს ქმნის იმას, რომ აი ამ საბოლოო გადაკვეთის ეკვილიბრიუმსაც ეძახიან, წონასწორობის წერტილში რაღაცნაირად გავდივართ. შეიძლება თქვენ აუწიოთ აღარ გახადოთ 9.5 და მე ჩამოვიდე 9.5-ზე, ან 9-ზე მომიწიოს ჩამოსვლა, გააჩნია. დამოკიდებულია რა პროპორცია ამ ყიდველების და გამყიდველების საბოლოო ჯამში რაღაც ეს არ არის უსასრულო წერტილი, მოთხოვნა მიწადდება რაღაც უსასრულოდ არ არის, ახლა 9.51-ზე შეიძლება უფრო ნაკლები გაიყიდოს, ვიდრე 9.50-ზე რა. მეტი გაიყიდოს, ვიდრე 9.50-ზე და 9.60 და 9.50 რო ყიდეს, კარტოფილი სხვა, ანუ შესაძლოა საერთოდ სხვაობა არ იყოს გაყიდულ რაოდენობაში და არც არაფერი დეფიციტი შეიქმნას, შეიძლება საერთოდ გავლენა არ ქონდეს ამას ბაზარზე რა, ეს 10-იან სხვაობას გააჩნია ეს რაღაც უწყვეტი ზოლი არ არის ეს. შესაბამისად რას ნიშნავს ამის შემდეგ უკვე ინფორმაციის დაგროვება. ჩემამდეც ხო იყო ვიღაცა სხვა ბორისია, სხვა გიორგი ხმა, ეს ბორისი ალბათ არ იქნებოდა სტატისტიკურად. ხო, შესაბამისად ჩემს უკან ვიღაცა დგას, რომელსაც ასევე რაღაცა ფასად რაღაცის გაყიდვა. ჩემთვის რვალარად კარტოფილის მოყიდვა უღირდა. და ესე რომ გავყვეთ უკან მე იქ სადღაც ომი იყო, სადღაც მშვიდობა იყო, გადატანა, სადღაც გზა ჩაიკეტა, სადღაც გზა გაიხსნა და საბოლოო ჯამში ამ ფასმა ეს ინფორმაცია მთლიანად სამყაროში რა ხდება, სრულად დააგროვა. საბოლოო ჯამში თუ არის ადგილობრივი წარმოების მაგ შემთხვევაშიც კი თუ საქართველოში გლეხმა მოიყვანა ამ შემთხვევაშიც იქ სასუქი 1000 რაღაცა ბოლოს ელექტროენერგიას იღებს ხო ის გლეხი 1000 რაღაცა ჩართული და ძალიან დიდი ინფორმაცია შეიძლება აგროვდეს ერთი პატარა კარტოფილის რა ქვია ბოლქვიც კი ხო საბოლოო ჯამში ამიტომ დაახლოებით იგივე რამეს ამბობ რაც მე კალამიო ის ვაკრა. მილტონ ფრიდმანსა, კი, და ხო, იგივე რაღაცა არის, რა ფრიდმანის განიხილავს, მაგალითად, მაგრამ ჯონათან რიდს ეკუთვნის, პატარა მოთხრობა, საინტერესო ძალიან. საბოლოო ჯამში ეს ძალიან დიდი ინფორმაცია გროვდება ამაში და ჩვენ სამწუხაროდ არ გვაქვს განვითარებული საკმარისად განვითარებული ბაზრები. თუმცა რო გქონდეს კაპიტალის ბაზრები ან რაიმე კაპიტალის ბაზრებზე ადვილი წლობა გქონდეს, ჩვენ შეგვეძლებოდა არა მარტო წარსული ინფორმაციის დაგროვება ამ ფასებში, არამედ მომავალში რა მოხდება. მაგალითად, ამერიკის ბიზნესის სხვანაირად არის აწყობილი და შესაბამისად მეტად გამართული ვიდრე ქართული. საქართველოში რა არის, შენ შეგიძლია ძალიან სტიქიურია, ხო, ქართული ბიზნესი, რა მოხდება, კაცმა არ იცის, რა მომენტში რა შეიცვლება, არ ვიცით. და ამის გადაზღვის მექანიზმები არ არსებობს. მაგალითად, ხვალ შეიძლება რიკოტის უღელტეხილი ჩაიკეტოს და აღარ შემოდიოდეს ელემენტარულად ხორცი, რომელიმე ქვეყნიდან. ან შეიძლება პორტი ჩაიკეტოს, ხო, და სტიქიურია ეს მოვლენა, ვერაფერს ვერ შევიც. ამერიკის ბაზარები რატო არის უფრო განვითარებული, რატო იზღვევენ თავს? მაგ აქვთ ეგრეთ წოდებული ფიუჩერსული, ანუ სამომავლო გარიგებები. წინასწარ დადებული გარიგებები, რომლის მიხედვითაც ამ ინფორმაციას, უფრო მეტ ინფორმაციას აგროვებენ. აი თავის პროდუქციაში და თავის საქმიანობაში. გაცილებით მეტი ინფორმაცია, არა მარტო წარსულის, არამედ მომავლის ინფორმაციაცაა დაგროვილი. მე ვიცი რომ თქვენგან მაგალითად მომიწევს რომ ვიყიდო ერთ თვეში დაახლოებით 200 ტონა კარტოფილი, ხო? და ფასზე შეთანხმებული ვართ. თუ თქვენ აი ესეთი სამომავლო გარიგებები ბევრი დაგიგროვდათ, ავტომატურად ეს ფასზე გავლენას ახდენს, მაგრამ ასევე ახდენს აი ამ გარიგებების ფასზე გავლენას. და შესაბამისად წინასწარ ჩვენ ვიგებთ დაახლოებით რა სიტუაცია გვექნება მომავალში. დაახლოებით შეიძლება ახლა პირდაპირ გავიგოთ დაახლოებით. შესაბამისად მეტი ინფორმაცია იმ ფასებში და მხოლოდ იმ შემთხვევაში იმუშავებს თუ სერიოზული შენჯღრება არ მოხდა. ხო, რა თქმა უნდა რაღაცა კატაკლიზმებისგან დაზღვეული არ მაგისა ის წარსული რა თქმა უნდა აწოზე გავლენას ახდენს და გავლენას ფასზე, ქცევაზე, ჩვენს დამოკიდებულებაზე ყველაფერში აისახება. ილია ჭავჭავაძესაც აქვს მაგაზე წერილი აქვს ერთი, ახლა მაგან გამახსენდა, რომ ეს ნაკრები ინფორმაცია, ილია წერს, რომ რატომ არის შედარებას აკეთებს, რატომ არის რომ ჩვენი ვაჭარი მედუქნე ცდილობს რომ რაღაცა დიდი ფასნამატით უცბად მოიგოს დიდი თანხა, მაშინ როცა ამერიკელი ძალიან მიზერულ ფასნამატზე თანხდება და ახსნილი აქვს, იმიტომ რომ
ჩვენს მეხსიერებაში დალექილია ის, რომ დღეს რო ვყიდი, ხვალ შეიძლება სულ არ ვიყო ვიღაცა შემოვარდეს, გამანადგუროს რაღაცა, ამიტომ დღეს ვცდილობ მაქსიმუმის მიღებას და თუ მე ვიცი, რომ გარანტირებულად სტაბილურად მექნება შემოსავალი, მაშინ ჩემთვის უფრო დიდი კაპიტალია კეთილგანწყობილი კლიენტების არსებობა. ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია და ეს მე ფასში აისახება. ეს ინფორმაცია, რომ თქვენ გარანტირებულად მომავალში რაღაც სტაბილურად გექნებათ, უკვე ფასში არის ასახული. აი ფასი არის ფაქტურად ძალიან არა მარტო რაღაც კალკულაციების მატარებელი, არამედ მთლიანი ძალიან დიდი ინფორმაციის მოლოდინების და ასე შემდეგ მატარებელი, სამომავლო განწყობების მატარებელი და საქართველოში დღესაც საბჭოთა კავშირის დროსაც დღესაც ეს ინფორმაცია მოშლილია. რაც უფრო ნაკლებია ინფორმაცია მეწარმის ხელში, მით უფრო მეტია მე ის მოგების მარჟები. საბოლოო ჯამში ამაზე манипуляციების ტარება და ამ ინფორმაციის უფრო დამახინჯება კიდევ უარეს პრობლემებს იწვევს. ალბათ მაგაზე მე გადავალთ. ხო, მოგების მარჟა კიდე ცალკე საკითხია, იმიტომ რომ რატო უნდა იყოს მაინდა-მაინც მინიმალური, ეს სრულიად გაუგებარია და ვინ უნდა გადაწყვიტოს, რამდენი უნდა იყოს. ეხლა ირაკლი მას ახსენდა, ვინ უნდა გადაწყვიტოს, რამდენი უნდა იყოს. უნდა იყოს, ოღონდ არა ხელოვნურად. ხდებით, მინიმალურია ყოველთვის. თუ ჩარევა არ ხდება, მინიმალურია იქ მაგას ნიშნავს. ხო, მინისტრების ნულისაკენ ნულზე აკრიტიკაზე არა, ის რამდენად თვითონ ეს წონასწორობის წერტილი ნიშნავს, რომ ეს არის ყველაზე სწორი წერტილი, შესაბამისად მინიმალურიც რა. შეიძლება რიცხვით არ გამოისახოს, ახლა 0.1% არ იყოს, მაგრამ თუ იმ წერტილში ვარ, თუნდაც ორმაგი იყოს და 100% იყოს, ის არის ის მინიმუმი, რაც ამში იმ ინფორმაციის საფუძველზე დგება. ხო, ეგ არის როცა სტაბილური ბაზარია. როცა თავისუფალი მე ხშირად შემიდარებია ხოლმე მაგ წონასწორობის წერტილი რო წარმოვიდგინოთ რა არის და შეიძლება მაყურებლისთვისაც უფრო ადვილი იყოს, მაგალითად მოვიყვან ახლა, წარმოვიდგინეთ ბაზრის სასწორი, რომელსაც 2 თებში აქვს. თუ თქვენ გინდათ გაიგოთ რას იწონის მოცემული, ანუ რა ფასი აქვს, ან რა წონა აქვს მოცემულ პროდუქტს, თქვენ მას უნდა დააცალოთ, რომ გაწონასწორდეს. თუ თქვენ სასწორს მუდმივად აჯანჯღარებთ, თქვენ ვერასოდეს ზუსტ წონას ვერ გაიგებთ. ზუსტად ასევეა ფასიც. თუ მთავრობა ყოველ ჯერზე ჩაერევა პირების საქმიანობაში და ხან ზემოდან ხან ქვემოდან შეზღუდავს ფასებს, ხან რაოდენობაში შეზღუდავს, ხან რაღაც რეგულაციას გამოუშვებს, ლიცენზიას, მარტო ფასების შეზღუდვაზე არ არის ლაპარაკი რა. თუ მაგალითად ლიცენზიას ფას დაადებს, რაღაც სხვადასხვა კონტროლს მოიგონებს, ეს ყველაფერი ფასზე მოქმედებს, ყოველი ასეთი გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ სასწორში ანჯღარია მთავრობა და ეს შენჯღრება გვიჯდება ჩვენ იმათ, რომ ძალიან შორს გადაიწევს წონასწორობის ფასამდე მისვლის მომენტი. ასე ვთქვა. ისედაც ძნელია წონასწორობის ფასი, იმიტომ რომ მასზე სხვა რამეების მოქმედებს, მაგალითად სადმე ომი დაიწყო, რაღაცა მოსავალი არ მოვიდა, ეს ყველაფერი მოქმედებს, მაგრამ მთავრობა ამას კიდე ზემოდან უმატებს თავის ქმედებას. ხო, რა თქმა უნდა. ეხლა შორსასვლაც არ გჭირდება, კიდევ ერთ მაგალითს მოვიტან, აი ჩვენი უახლოესი წარსულიდან, ხო? 2 თუ 3 წლის წინ მთავრობამ წამლების რეგულირება გადაწყვიტა. და ამის შედეგად წამლების ფასი გაიაფთა? არა. მაგრამ ხარისხი ხო არ დაეცა. და ზოგიერთი წამალი საერთოდ გაქრა აფთიაქებიდან. დიახ. აი ეგ არის შედეგი მთავრობის რეგულირების. ხელისუფლების ჩარევის. ხო, წამლებზე კიდე სხვა პრობლემებიც არის და შეიძლება მაგაზეც გაგიღდეს დალაპარაკება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ერთი ცხადი შედეგი ის არის, რომ იწვევს დეფიციტს. ძალიან თითქმის სხვაგან ამბრუნებს მიმართულებას. აი, რატო იწვევს დეფიციტს? მოდი სავხსნათ ახლა, რომ ადამიანები ვილაპარაკეთ, მაგრამ ახლა უშუალოდ დეფიციტი საიდან ჩნდება? რატომ ჩნდება დეფიციტი? მოდი ამაზე ვთქვათ რაღაც განსხვავებულად. იქნება ადამიანები უფრო გასაგები. ხო, ნუ რა, აი წეღანას ვისაუბრეთ რა, მარტივად რო ახსნათ. მაღაზიის მაგალითზე რო ახსნათ რა, მე მიღირს რაღაცა საქმის კეთება 2 ლარიანი მოგებისთვის. თქვენ გიღირთ ლარიანი მოგებისთვის. ვიღაცას უღირს 50 თეთრიანი მოგებისთვის. საბოლოო ჯამში ჩვენ თუ ის 50 თეთრიანი მოგებაზე თანახმა ადამიანი გვიწევს კონკურენციას, საბოლოო ჯამში ჩვენ აი 50 თეთრს რაღაცნაირად უახლოვდებით ყველა გარშემო. მე ზუსტად მაგალითს თი მქონდა ხედველობაში, მაგის დაზუსტება მინდა სხვანაირად მოდი მე ვიტყვი ახლა რა და რაც მგონია რომ მაყურებლისთვის უფრო ადვილი გასაგები იქნება. ვიღაცას უყირს
ორლარიანი მოგებისთვის, ვიღაცას ლარიანი მოგებისთვის, მაგრამ თუ თავრობა დააწესებს მხოლოდ ლარი უნდა იყოს მოგება დაუშვათ და 9 ლარი უნდა გაყიდო, მე თუ იმაზე ნაკლები მოგებისთვის არ მიღის, მე ამ ბაზარზე აღარ გამოვიდა ამ ჩემ პროდუქციას. და რახან მე აღარ გამოვიდა, იმის მაგევრად რო იყოს 2 ტონა გასაყიდი სიტყვაზე იქნება მარტო 1 ტონა. 1 ტონა შეხვდება მხოლოდ იმათ, ვინც მოასწრებს იმ 1 ტონის ყიდვას და დანარჩენები დარჩებიან იმ კარტოფილის გარშე. ანუ რაც მოხდა იმ ნავთის სამლარიანი ნავთის შემთხვევაში. რაც მოხდა იმ ზუსტად მაგას ახსნა მინდოდა და რაღაც კიდევ უფრო მარტივად ჩამოყალიბებას თუ შევძლებთ, კარგი იქნება, რა ვიცი, თუ გაქვს თუ არა და. ხო, არა, პრინციპში ეს უკვე თქვით, როცა იმ ნავთზე საუბრობდით რა, რატომ გაქრა ის ნავთი ბაზრიდან? რა, ნავთი არ არსებობდა, ნავთს მესაკუთრეები არ ყავდა? უпростоრად მესაკუთრეებს ნავთი არ ქონდათ, ვისაც გაყიდვა უნდოდა. მაგრამ ამ მუქარის ფონზე მათ შეეშინათ ამის გაყიდვა და უბრალოდ ჩაკეტეს სარდაფში ეს თავისი ნავთი. დაელოდნენ უფრო ხელსაყრელ გარემო სიტუაციას, რომ მე რაღაც ბოდიშების მაგვარის მოხდა მოუწია ამის გამო სააკაშვილს. და ბაზარზე ისევ გამოვიდა ნავთი. ოღონდ უკვე სხვა გარემო პირობებში და იქ პრეტენზია იმაზე აღარ იყო, რომ სამლარად და თუ ერთ ლარად რა. თან მე როგორც მახსოვს, მე არც გაძვირებულა ძალიან ის ნავთი. არა, იმიტომ რომ როცა ის პრობლემა მოიხსნა, რის გამოც ამ ფასმა აიწია ზევით. ის თავის პირვანდელ ფასს დაუბრუნდა ისევ და ნუ ახლა თუ ვინმე სახში რაღაც ბუხრისთვის ნავთი ჭირდება 1 ლიტრი და წავა და იყიდის. ხო, მად იყო ესეთი მომენტი, სამლარამდე აწევა იყო სიგნალი სხვა მოწოდი. უბრალოდ რატო ხდება გაძვირება? იმ მომენტში, როდესაც ესეთი რაღაცა ხდა, ის ხომ მოულოდნელი იყო, რაც რუსეთის მხრიდან მოხდა. როდესაც ეს მოხდა, ნავთვის მარაგი ქვეყანაში არ იყო იმდენი, რომ ყველას უცბად გაჩენილი მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა. ბუნებრივი წესი ამ შემთხვევაში არის ფასი იწევს მაღლა, 3 ლარი. მე ვისაც რაღაცა შანსი აქვს, რომ შემოიტანოს, ხედავს, რომ ამის ფასი მაღალია, ეხლა ვახსენეთ ასეთი მაგალითი და იმისთვის, რომ რაღაცა მოგება დარჩეს, მიდის და ბაზარზე შემოაქვს. ეს არის აზერბაიჯანიდან ნავთი რო შემოიტანოს, სულ 2-3 დღის ამბავი იყო ალბათ მაშინ, ხო? ანუ 3 ლარი შეიძლება ყოფილიყო 1-2 დღე, მაგრამ იმის გამო რომ ეს ფასი მაღალი იყო, ძალიან ბევრი იზრუნებდა შემოტანაზე, რეზერვები, მარაგები გაჩნდებოდა ქვეყანაში და ფასი დადგებოდა ისე თავის. ასე მოხდა იმ ფქვილის შემთხვევაში, ხო? 90-იანებში, სანამ პურის ფასი რეგულირდებოდა, იქ თავის დროზე გამსახურდიამაც დააწესა ეს ზღვარი, მე შევარდნაძესაც პურის ფასი, პურის რიგები ზუსტად იმ დაწესებული ფასის მთავრობა ვითომ დადიოდა აქეთ-იქით, ხან თურქეთში, ხან რუსეთში, ხან შუა აზიაში და მოქონდა ყველაზე საზიზღარი და გაფუჭებული ხორბალი და პურს რო შეხედავდი, ახლა ტალახიანი იყო. ხო? როგორც კი ფასები განთავისუფლდა და პროდუქტების კორპორაციის მონოპოლია გაუქმდა პურის ცხობაზე, ზუსტად ერთ თვეში საქართველოს დაიწყო უმაღლესი ხარისხის ფქვილის ექსპორტი მეზობლებში. ექსპორტი არ მახსოვს, დაიწყო სომხეთში და აზერბაიჯანში, იმიტომ რომ იმდენი შემოვიდა უცებ. ხო. იმდენი შემოვიდა, როგორც კი ფასის რეგულირება მოიხსნა. რომ ერთ თვეში დაიწყო ექსპორტი. მე მახსოვს, ზედმეტი გაჩნდა. მე მაგ პერიოდში ყველაზე მძაფრად დამახსოვრდა, ღამეს ვათენებდით ხოლმე იმ პურის რიგებში. ახლა ისა ოცომიც როგორ შოვა სახში ვაწყობდით და რაღაცა. და ახლა ერთხელაც მივდივარ სახში და ვფიქრობ, ახლა რა დადგება კიდე ამ რიგში პური მჭირდება. გავიარე ხედა მაღაზიაში ალაგია პური. მეთქი შეიძლება ვიყიდო, მე მეგონა რაღაცა სპეცმაღაზია ან რაღაცა. კი ბატონო, რამდენი გინდა? წაიღე, რამდენიც გინდა. თურმე იმ დღეს გაუუქმებ, თუ წინა დღეს გაუუქმებიათ ის დადგენილება ფასის შეღებაზე. ესე იყო. და მაშინ მე მოიხსნა პრობლემა. მაშინ. მე შეიძლება ექსპორტის გავაკეთეთ, ახლა მაგ მონაცემები აღარ მინახავს, მაგრამ ფაქტია, რომ თუ შენ ვოლუნტარულად ჩაერევი ფასების სისტემაში, მაშინვე იქნება რაღაც პრობლემები.
შეიძლება ეს ბევრ რამეზე გავავრცოთ, მაგრამ ძალიან შორსაც არ მინდა რომ წავიდეთ, რომ ეს არის. და ბორის რა ახსოვს ახლა ბორისმა კი გითხრას თუ ახსოვს ეგ ის. ხო, ესეთი რიგები, თანამედროვე სამყაროდან ის არის, რომ პლუს შეცდომისგან დაზღვეული არავინ არის ხოლმე რა. საბოლოო ჯამში ამ ეკვილიბრიუმის წერტილში სადაც ფასები არის. ჩარევის გარეშე შეიძლება ვიღაცამ დაუშვას შეცდომა. იგივე ინფორმაციის ნაკლებობის გამო და ხშირად არის ხოლმე თუ დაკვირვებიან მაღაზიებში, მაგალითად რაღაცაზე არის ფასდაკლება, სეილი, რამე პროდუქცია, მაგალითად პირველადი მოხმარების რა, ეკოს რაღაც საკვე პროდუქტებზე ზედმეტად შეცდომა დაუშვებ წარმოებელმა, ზედმეტად დააკლო ფასი იმაზე, რაც უნდა დაეკლო და ხშირად არის ხოლმე რომ გვერდზე სხვა მწარმოებელი მოდის და ყიდულობს ამას და მიაქვს თავის ნაყიდის. ძალიან ხშირია ხოლმე თუ დაკვირვები, რომ ძირითადად ბაზრობაზე მიაქვს ხოლმე ეგ პროდუქცია, მაღაზიები ფასდაკლებას აცხადებენ. ესე იღებენ ამას მთლიანად და მიაქვს და ბაზარში მერე ყიდიან. პარტიას მოხსნიან. პარტიას მოუხსნიან, ამოიღებენ, წაიღებენ. ეს რა არის, რომ იმ წარმომებელმა შეცდომა დაუშვა, ხო? იქ აქცია გამოაცხადა არა მომხმარებ, ესეთ საბოლოო მომხმარებლისთვის, არამედ გადამყიდველისთვის, ესე გამოუვიდა და თავრობის ჩარევაც დაახლოებით იგივე შედეგს იღებს ხოლმე რა. ოღონდ გადააქვს რაღაცა შავ ბაზარზე ახლა. თვად ესეთი სააშკარაოდ ვეღარ მოხდება ეგ თუ ფასს ზღვარი დაუწესე რომ შენ იყიდო და შენ გადაედო და იქ აყიდო. მერე გიწევს უკვე რომ რაღაცა ჩუმჩუმად გაყიდო ნარკოტიკივით ეს პროდუქცია რა, საბოლოოდ აკრძალული ნარკოტიკივით. და რაც უფრო კავშირის და კავშირის მაგალითი შეიძლება მაგაზე მოტანა რომ ეხლა დაწესებული ყველა პროდუქტს ეწერა თავისი და იქიდან გაჩნდა ცნება თავისი ფასის. და სხვათა შორის ეს ცნება შეიძლება მოქმედებს იმ ადამიანებზე ინერციით ჯერ კიდევ ინერციით, ხო, რომელიც თვითღირებულ აღორობაა, ვთქვათ 100%-ის დამატება და ასე შემდეგ, რომელიც ამბობენ. ბაზარი ითხოვდა პროდუქტს, უფრო მეტად ითხოვდა, ვიდრე ფასი ეწერა, ამიტომ ის პროდუქტი იყიდებოდა დახლის ქვემოდან უფრო მაღალი ფასით. ან შემოდიოდა კონტრაბანდით და ჩუმად ეხლა ვიცოდით მაშინ ყველამ სად უნდა გვეყიდა ესეთი დეფიციტური პროდუქცია, სიგარეტი და რაღაც ესეთი ძვირფასი სასმელები და რაღაცეები სად უნდა გვეყიდა, მაშინ ყველა წერტილი ვიცოდით. და კონტრაბანდა რას ნიშნავს პლუს ამასთან ერთად, ხო, რომ კრიმინალი თავრობა ხომ კორუფციას ვებრძვიტო. ნიშნავს, რომ თავრობა მისიც ხო იცის, რომ ვიღაცა თქვა დახვემოთ რაღაცას ყიდის. კი, რა თქმა უნდა. შესაბამისად, ესაა წყარო უკვე კორუფციის ავტომატურად. რა თქმა უნდა. ხო და აი ეგ არის რა, ეგეთი ხელოვნური ჩარევა. თუმცა მეორე საკითხია, საიდან ხდება ჩარევა. ახლა ჩვენი ხელისუფლება რასაც ამბობს, ჩვენ ლაპარაკობთ რაღაცა წონასწორობის წერტილი და მე ვექვებოდ დააწევინო ფასები და შეამცირებინო, მაგრამ სხვა კითხვა არის, ეხლა წონასწორობის წერტილშია, იქნებ პირიქით ზემოთაა ხელოვნურად აწეული და ეგ სხვა პრობლემა არის. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ეხლა უკვე ამჟამად, როცა ფასები ზემოთ არის, თვითონ ეს ჩვენი მთავრობის ჩარევით ხომ არ არის ზემოთ ეს ფასები. ეგეც საკითხავია კი. სხვა რამე ინსტიტუციის. და ის წონასწორობის წერტილი მიიღწევა იმის გათვალისწინებით, თუ როგორ იქცევა მთავრობა სინამდვილეში. მაგალითად, თუ მთავრობა დაადებს ბაჟს, თუ ტარიფს, დღეს ძალიან პოპულარულია ტარიფი დაუშვათ კილოგრამზე უნდა იყოს დაუშვათ 20 თეთრი, ის 20 თეთრი უბრალოდ დაედება და წონასწორობის ფასი იმის მაგერად ყოფილიყო 70 თეთრი, გახდება 90. ან შეიძლება კიდე მეტი. კი, და ეს ხო დღეს ხდება. ფასები მაღალი იმიტომ კი არ არის, რომ რაღაც თავისუფალი მეწარმეები სულად იქცევიან და ღორები არიან და ხო ძარცვავენ რა. საბოლოო ჯამში რამდენი პრობლემაა? ერთი, პირველი, რო ავიღოთ აქედან ზოგადი ფასების ზრდა რაც არის ლარის ემისიის ან ლარის ბეჭდვის ფულის მასის ზრდის შედეგი, რაც ეხლა ამჟამად მსოფლიო პრობლემაა, მაგრამ ჩვენთან საერთოდ კონტროლი მოშლილი არის. წინა წლის ინფლაცია დაბალი არის, მაგრამ ზოგადად ინფლაცია პირველი მოქმედი წყაროა ამ ფასების ზრდაზე. მეორე ხა პირველად პროდუქციას თუ გადავხედოთ პირველად მოხმარების პროდუქციას, ხო? საბაჟოზე კორუფციული გარიგებები ძალიან ხშირია, ყველა მიცის რომ ხშირია პროდუქციის გაჩერება საბაჟოზე.
მაგალითად კონკურენტი ვინც უფრო დაახლოებულია მთავრობასთან შეუძლია რომ თავის კონკურენტს რაღაც პროდუქცია გაუჩეროს შემოწმებისთვის ვადო გაუყვანოს და პრობლემები შეუქმნას და ეს ხდება ხოლმე. ეგ ახლა კიდე ხდება ადრე რა თქმა უნდა ძალიან ხშირად ეგეთი რაღაც. აზერბაიჯანმა მთელი ამბავი რო ატეხა საბაჟოზეო ჩვენი თვითები გაჩერებულია. კი უჩერებენ ერთმანეთს. ერთმანეთს დიდ დონეზე როცა გადის დიდ მასშტაბზე მაშინ. კი, ხო, ნუ შეუძლია რომ დაახლოებულ პირს შეუძლებელად გაუჩეროს პროდუქცია და გაუფუჭოს ის პროდუქცია და შესაბამისად ეს რა თქმა უნდა იმას მონოპოლურ მდგომარეობაში აყენებს ამას რისკებს უსდის და ორივე ფასებს დის საბოლოო ჯამში. გადასახადები ხო და სასამართლოს არ არსებობა მე პროდუქცია შეიძლება გავყიდო და ხო გადამიხდიან თუ 3 წელიწადში კაცშული ამის გამოკონტროლებელი არ არის არანაირი ბერკეტი არ მაქვს რომ მე ის ფული გახედული პროდუქციისთვის მივიღო. შესაბამისად რა ვიცი თუ მთავრობას ფასის დაწევა უნდა პირველი უნდა ხვალ შეიძლება დაწიოს. დღეგე შეამციროს, გაანახებოს დღეგე, ხვალ დაწევს თუ უნდათ მართლა ფასის დაწევა. ან 100,000 ლარიანი ზღვარი რაც არის დღეგეზე დგებიან მთავრობები, ისა მეწარმეები, ხო? ეს რო გაზი 2004 წლიდანაა, ხო? გაზარდო 100,000-დან მილიონზე. მე მაგის წინააღმდეგი ვარ. მეც. 100,000 რო დარჩეს მომხრე ხარ. მე არა. პირიქით ეგ უფრო გააძვირებს. დღეგეს ზღურის გაზრდა უფრო აძვირებს. დღეგესგან რაც უფრო მეტს ათავისუფლებ, მით უფრო მეტი შედის ბიუჯეტში. ნაკლები კი არა, მეტი შედის. დღეგესგან თუ გავათავისუფლებ პროდუქციას. კი. რატო? მოდი აღვიხსენიე გა. ეგ ცოტა უცნაური თვისებაა დღეგესი კონკრეტულად. ეს არის ჩათვლის მექანიზმიდან გამომდინარე რა. თუ შენ არაფერი ის რაც განთავისუფლებულია, ჩათვლას ვერ იკეთებს. შესაბამისად, ეს ჩასათვლელი დღეგე მიდის მის თვითღირებულებაში და შემდეგ ეტაპს როცა გადასცემს, უკვე გაძვირებულს აძლევს ერთი. და მე შემდეგმა ეტაპმა ხო ჩათვლა ვეღარ მიიღო. ვეღარ მიიღო, იმიტომ რომ ამიტომ მთელი მისი და ამის ეს ერთ გარდამავალ პერიოდში შეიძლება დაემართოს, მაგრამ როცა გასულ ყოველთვის ეგრეა, იმიტომ რომ პროდუქტი არ მოძრაობს წრფივად, ის მოძრაობს წრიულად, ხო? მაგრამ ბევრია ასეთი პროდუქტი. ყველა რეალიზაციას გულისხმობთ, ხო? ყველა პროდუქტი ეგეთია რა, იქ წრებრუნვაშია და იქ რაღაცეები ერთვება, რაღაცეები აკლდება და ასე შემდეგ, ხო? ამიტომ გამოდის ისე რომ ეხლა არ ვიცი რამდენად გვაქვს ამის დრო. გამოდის ისე რომ ბიუჯეტში უფრო მეტი შედის რა. ანუ ფასებს მეტად დაწევს ეგ. და სხვათა შორის რომ გადახედოთ საგადასახადო კოდექსს, ყველაზე დიდი განთავისუფლების მუხლი თან არაერთი აქვს სწორედ დღეგეს. რატომ? იმიტომ რომ ხდება ამ ჯაჭვის გაწყვეტა და რაც უფრო მეტ ადგილას გაწყვეტა ამ დღეგეს ჯაჭვს. ხო, თუ უფრო იზრდება გადასახადის რაოდენობრივი მოცულობა რა. არა, ეგ მესმის ჩათვლის. დღეგესგან გათავისუფლებულები არიან საელჩოები და ესეც სპეციალური ის რომ ექსპორტია რა, ფაქტობრივად. და სხვა კიდე ვინ არის დღეგესგან გათავისუფლებული? დღეგესგან სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, ხო, ეგეთები კი. ციგნები, რვეულები, რაღაცა ესეთები. და მაგალითად მე თუ კომპანია მაქვს და უშუალოდ რესტორანი მაქვს ან რაღაცა ეს კვების ობიექტი, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას რო ვყიდულობ, იქიდან ჩათვლას ვერ იღებ. იმის ჩათვლას ვერ ვიღებ, მიუხედავად იმისა, რომ იმ სასოფლო-მეურნეობის პროდუქტების მოყვანაში, რომ სასუქი იყიდა თუ ტრაქტორისთვის დიზელი იყიდა თუ რაღაცა, ყველა ეს შედის. და ერთხელ იმაზე დღეგები გადახდილია და ახლა მე კიდე მეორედ მიწევს გადახდა. კი, და ამიტომ გამოდის ეგ მექანიზმი არის და სერიოზულად რო დაფიქრდე, მართლაც ეგ მაგ ეფექტი შეიძლება მოხდეს. მაგაზე მე 2010-ში იყო პირველი ესეთი ისა რომ 200,000-მდე აუწიოთო დღეგეს რეგისტრაციის ზღვარი. მაშინ რეზონანსში გამოვაქვეყნე სტატია, სადაც მთელი ეს პროცედურა აუხსენე და შემიძლია ეს გამოგიგზავნოთ და შემიძლია აქვე აგიხსნათ, მაგრამ უბრალოდ გადაცემის დრო თუ ელექტრონულად არსებობს, საინტერესოა. და რა მაინტერესებს იცით? ან გადაცემის მერე ვილაპარაკებთ. ხო, გადაცემის მერე შეგვიძლია ლაპარაკი, მაგრამ ახლაც რაც მაყურებლისთვის გასაგები იქნება და ესა საინტერესოა. ხო, მოკლედ, რა ვიცი, შეგვიძლია ცალკე გადაცემა მოვაწყოთ ამაზე და აუხსნი.
პრინციპში კარგი, ისე მართლა დავშორდით. ერთი პატარა დაფა და 5 წუთი საკმარისი იქნება იმისთვის, რომ დაფის ორგანიზებასაც მოახერხოთ. ხო, ბევრად საჭირო იქნება. ხო, ნუ თუ ეს პრობლემა ელემენტარულად განახევრება ხო შეიძლება 9 მაგალითად 18-დან 9-ზე არა, ჩამოიღო. განახევრება კი ბატონო. ხო, მაგალითად შემცირებაზე დალახმაა კაცო. ხო, ნუ ზღვარზეა უბრალოდ მე ზღვარი საერთოდ არ მომწონს, ზღვარი საერთოდ არ არსებობდეს. საერთოდ დეგრეგი არ უნდა არსებობდეს პასაჟორს უზავოთ. ხო, ეგ მithumedes. მაგრამ საქმე ის არის, რომ კომპანიები როცა უყურებენ, რომ ეს ზღვარია, ცდილობენ რომ ამ იქამდე არ გაიზარდონ. ან გაყოლო. ხო, და ერთ სიტყვით არასწორ ტენდენციებს იწვევს იმაში, მაგრამ მოდი ახლა ისე ფასებს დაუბრუნდეთ და მე წაგიკითხავთ 1-2 ანეკდოტ მაყურებლებით გაერთობა და ჩვენს დავაკვირდით. კი ბატონო. ხო, ეს ეხება პურის ფასს. თავრობამ პურის ფასს ზედა ზღვარი დაუწესა და მეორე დღეს პური გაქრა. რატომ აღარ არის პური? იკითხა მავანმა. ჩვენ ფასებს ვაწესებთ, პურს კი არ ვაცხობთ. იყო პასუხი. კი ბატონო, ეგრეა. ზუსტად შეესაბამება იმ პერიოდს, რომელიც ახალგაზრდებს ალბათ არ ახსოვს, მაგრამ მე ძალიან კარგად მახსოვს, რამდენი ღამე მაკათეული იმაში ვაჟავშაველას გავზიარზე პურის მაღაზიასთან, ზოგადად პურის ქარხანასთან. კი. საქმე ის არის, რომ ეს რიგების ამბავი არ არის დაწყებული იმიდან, რა ქვია, 90-იანი წლებიდან რატომ ასე გონიათ, რომ აირია ქვეყანა და მაშინ მოხდა. მთელი საბჭოთა კავშირი ყველგან რიგები სულ რიგები იყო და ნახეთ საბჭოთა კავშირის დროინდელი ისენი, რა ქვია, ფილმები და იქ სულ რიგები იყო და ძალიან დახლების მეტი არაფერი არ მახსოვს ჩემი ბავშვობიდან, მაგრამ აგერ 80-იანი წლების ამბავია. კაცი დგას მაღაზიის რიგში. უცებ ბრაზდება და მის უკან დგომს ეუბნება. საკმარისია, შემინახე ადგილი. გორბაჩოვის მოსაკლავად მივდივარ. 2 საათის შემდეგ ბრუნდება და ეკითხებიან, რა ქენი, მოკალი? არა, პასუხობს, იქ უფრო დიდი რიგი დამხვდა. ეხლა კითხვა ჩდება, ეს არის გორბაჩოვის პერიოდზე, როცა შედარებით უკეთესი ვითარება იყო ბევრი მხრივ. მაგრამ რატომ არ არის ასეთი ანეკდოტი, რა მოხდებოდა ბრეჟნევის დროს რო გაეკეთებიათ ეგეთი რამე? ხო, ნუ ბრეჟნევის დროს რა არ იყო რიგები? ბრეჟნევის დროს გაჩნდა ტალონები საერთოდ პროდუქტებს. კი, მე სადღაც ვნახე მაგ ტალონები. მე თვითონ ალბათ მე-6-ე, მე-7 კლასში ვიქნებოდი, როცა ეს ტალონები გაჩნდა. იმიტომ მახსოვს, იმიტომ რომ მე თვითონაც დამირიგებია კლასში ეს ტალონები რა. ხო და იყო თავიდან იყო 4 პროდუქტზე, პურზე, კარაქზე, ყველზე და ხორცზე. მერე კიდე გამრავდა, კიდე რაღაცეები დაემატა. შაქარზე იყო და ხო. და ანუ იმ დროს გაჩნდა ეს ტალონები. სინამდვილეში უფრო ადრე გაჩნდა ტალონები არსებობდა ჯერ კიდევ 20-იან წლებში. არა, ამას თავი რო დავანებოთ, მე უფრო ახლო პერიოდს ვამბობ, აი ბრეჟნევის. ეგ უბრალოდ ჩვენ მახსოვრობაში. ხო, ჩვენ მახსოვრობაში რაც არის, 20-იან წლებში არ მახსოვს რა იყო. მაგდენი ხმისაც არ ვარ. წაკითხული გვაქვს. წაკითხული კი. შენ გახსოვს ტალონები? არა, მე არ ვარ. არა, როგორი იყო? 80-იან წლების რაღაც ესე მოდოდა პატარა 2-3 წელი. Facebook-ზე სხვა გაზიარებული ტალონები, როგორ 400 გრამი შაქარი, 200 გრამი კარაქი, პატარა ისეთი იყო ქაღალდები. ოღონდ 80-იანებში უკვე ფერადები იყო. ფერად ქაღალდებზე იყო დამიშტი. და ესეთი ჩანთა იყო პოპულარული მაშინ, ესეთი ბადისმაგვარი ჩანთა. რომელიც შეიძლება გახსოვდეთ ფილმიდან ბრილიანტის ხელი, პისტოლეტს რო ჩადებს ის ნიკული. იმას რუსულად ერქვა ავოსკა. რატო? Авось что-нибудь встречу. გამოგითარგმნია. იქნებ რამეს გადავაწყდე. ანუ საიქნებო ჩანთა იყო? ავოს. არ ვიცოდი. ხო. აი ესეთი ბადის ფორმის ახლა ჩვენი თავობის წარმომადგენლებს უნდა ახსოვდეთ რა ჯიბეში დაკეცავდი ჯიბეში ჩაიდებდი და მოქსოვილი რო იყო სეტკას რო ეძახდე კი როგორ არ მახსოვს მაგის და მაგას რუსულად ერქვა ავოსკა
ყველა მზად უნდა ქონოდა ჯიბეში რა თუნდა აუცილებლად. ქონოდა, იმიტომ რომ სადაც რიგს დაინახავდი, უნდა დამდგარიყავი და იქნებ გჭირდება თუ არა ეს კი არ იყო მთავარი წააწყდები თუ არა რასაც წააწყდები უნდა იყიდო რა. და სამაგიეროდ რაც არავის არ ჭირდებოდა ეგეთი რაღაცეები აი მე მახსოვს იმაში რა ქვია მაღაზიაში რომ შევიდოდი ხოლმე პროდუქტის მაღაზიაში პუსა ველოდებოდით მაგალითად პური მოქონდათ დღეში ერთხელ და იდგა რიგი კაცების რიგი ქალების რიგი და მე ბავშვს ხამწყალობდი და ხანამწყალობდი პატარა ვიყავ 70 წლებში და იქ უყურებდი ხოლმე კონსერვები ელაგა რავი რა კონსერვი ალბათ ახლა დავარგოდა ეს კონსერვი და აი ესე პირამიდები იყო აკეთებული ერთთან ერთინაირი სულ ყველა კილკავ ტომატნამ соуსი ხო ხო და ის ტომატის соуსი კიდე იჭმებოდა მეორე იყო კიდე რაც ხარ საერთოდ რა ჭამდა ხალხი არ ვიცი და იმით იყო დახლები გამზა სხვა მეტი არაფერი არ იყო მაღაზიაში ხო და ის პერიოდი იყო დეფიციტის პერიოდი რატომ იმიტომ რომ ფასები იყო იქ წინასწარ გასაზღვრული დადგენილი და იმ ფასში სინამდვილეში არიდო ის ინფორმაცია რაზეც ბორისმა ელაპარაკა და არც დაშვებული იყო ისეთი აქტივობა რომელიც იმ ფასს დააგდებდა რა ხო ხო და ამიტომ იყო რომ თუ მაშინ არც მესმოდა ესე არც ეკონომიკა ვიცოდი და არც ისა რომ მიხვედრილი ყავერაში იყო საქმე მაგრამ გასაგები იყო რომ რაც ხა დეფიციტი არსებობდა რატომღაც მაგრამ უსინდისო ხალხი დაჰქვემოდა ყიდდა ხო ის ხალხი უსინდისო იყო რატო იყო რატო კიდულობდი იქ თუ არ გჭირდებოდა იმან ხო მოგიტანა იშრომა იქ რა ვიღაცას პოლიციელს გვერდია უარა ობეხეს გვერდია უარა და რაღაცა შენამდე მოიტანა რუჩალჩა უსინდისო რატოა მაგრამ იგივე აი ლესელიძეზე იყო ერთი ჩაშკას ეძახდნენ ყველა მიწის მეთმიდოდა ხა ჩაშკას ხსენება მოქონდა იმ კაცებს წამლები და აი სოფლიოში თუ რამე წამლები იშოვებოდა გამოდიოდა ამასთან იყო ეს შოულობდა რა და ვისაც რაღაცა წამალი დაჭირდებოდა ყველა გარბოდა ჩაშკასთან და უნდა ყოფილიყო აი ახლა საჭირო ერთი ჩაშკა იმიტომ რომ რაღაც წამლებზე დეფიციტი ერთი არა ბევრი ჩაშკა გვჭირდება ბევრი ჩაშკა თავრობის მაგივრად ბევრი ჩაშკა გვჭირდება ხო და ზუსტად აი ბოლო მაგალითი რაც რამდენიმე წლის მოხდა წინ მოხდა წამლების რეგულაციების თუ ვითომ ფასების შემცირების გამო იმ ხარისხის წამალი აღარ არის აფთიაქებში როგორც მე ახლა არ მიწევს ხება და ნაკლებად არ ვერკვევი და თქვენ თუ ვერკვევით თქვი მითხარით იმ ხარისხი გაფუჭდა და იმ ხარისხის წამალი აღარ არის რასაც მანამდე ადამიანი ყიდულობდა და ვიღაცებს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა ამის გამო გაგიგიათ ამის კი ეს მომისმენია მე თვითონ არ გამომიცდია მაგრამ ბევრისგან გამიგია რომ თქვათ აი წნევის წამლები ისე აღარ არეგულირებს წნევას როგორც გერმანიიდან რომ მოქონდა ახლა მოაქვს ინდოეთიდან გერმანული მარკეტი დაუშვათ ან რაღაც ეგეთები ხდება სამწუხაროდ მე მომისმენია ასეთი რამ და ალბათ ჩვენ ტელემაყურებლებს უფრო მეტი ინფორმაცია ექნებათ ო ნუ ჯენერიკების პრობლემა ეგ არის ინდური ჯენერიკები არ ვარ გასაგებად და გერმანული რო ჩამოიტანო მაგაზე ლიცენზიას არ გაძლევენ ეხო ლიცენზირებადი პროდუქტია. მესამე კატეგორია, მეორე მესამე კატეგორიის მედიკამენტი თუ გინდა რომ შემოიტანო. ხო. ლიცენზია უნდა ქონდეს. ლიცენზიას ვერ კატეგორიებიც არ ვიცი მაგაში რას ნიშნავს და აი რეცეპტი, ჩათვალოთ რეცეპტი არის რა, მესამე აი ძიმე მოქმედების ანტიბიოტიკები არის მესამე კატეგორიის წამალი. ან რაღაცა ფსიქოტროპული პირველი მსუბუქია, მეორე უფრო მძიმე და მესამე. პირველი ხო, ყველაზე მსუბუქია ასე თუ ისე მაგის შემოტანა. სხვა გზებით შესაძლებელია პარაცეტამოლი და ასე შემდეგ. მსგავსი პროდუქტები, მსგავსი წამლები შეიძლება შედარებით თავისუფალია, მაგრამ მეორე მესამე კატეგორია უკვე ლიცენზირებას ექვემდებარება. და ხო რა, მანდაც კორუფციული გარიგებებით ხდება მაგის ახლა ყველა მიცდა. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. ეს ლიცენზირება ამ შემთხვევაში, ამ კონკრეტულ შემთხვევაში და ბევრ სხვა შემთხვევაშიც მოგონილია არა იმისთვის რომ კარგი შემოვიდეს, არამედ იმისთვის რომ ვისაც შემოაქვს ის იყოს დაცული კონკურენციისგან.
და ამიტომ არის ეს ფასი მაღალი. ლიცენზირება რაღაც ფასი ჯდება ალბათ. მაგალითად გამახსოვს ხო თან რაღაც პროექტი მქონდა წამლებზე და მაგედან ვიცი რა და ფასიც ჯდება ხო, მაგრამ დიდი თანხა არ არის, უბრალოდ რამდენად მან პრობლემა ის არის, რომ როგორც კი შენ არეგისტრირებ მაგ წამალს და მაგის შემოტანა გინდა ეგრევე გიწყებენ ის 4 დიდი ფარმაცევტული კომპანია ბრძოლას რა, სხვა გზით გიწელავენ, საბაჟოზე გიჩერებენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რა, საბოლოო ჯამში პრობლემებს გიქმნიან რა. ადვილი არ არის. აფთიაქი გახსნა ადვილი რო იყოს, ყველგან იქნებოდა აფთიაქზე ლიცენზია გჭირდება და ვერ ხსნი მოკლედ. რომ მაგიტო არის ჩვენთან მედიკამენტები ასე ძვირი. რომ ისე თავრობაა ჩარეული. რეალურად 4 კომპანიაა წამლებზე ჩვენთან. ხვილი კი? ხო. მაგრამ მაგენი ერთმანეთში ქმნიან იმას ოლიგოპოლიას. ოლიგოპოლიას რა, ხო რა, მაგათ ექსკლუზივები აქვს უცხოეთში თვითონ მედიკამენტებზე, გარკვეულ ქარხნებში, ნაწილი ინდოეთში, ნაწილი თურქეთში, ნაწილი ევროპაშიც არის. ხო და ნუ გაყოფილი აქვს რა ბაზრები და სხვა მიმართულებაა. ხო ვიცით რა ახლა რაღაც ახლა პირველი კატეგორიის იბუპროფენებზე მაგალითად შეხოთ და ნებისმიერ აფთიაქში ერთი დასახელება არის, მაგრამ სხვა წავლები რაც მნიშვნელოვანია მათთვის ის დაყოფილი აქვს. ერთმანეთში გადანაწილებულია. და ერთი სიმაში რო იყიდი მეორეგან ის არ ექნება ტიროძი წამლები? ყველას ჯვარი წერია და მნიშვნელოვანი წამლები რაც ამ ძიმე დაავადებებისთვის დაყოფილია რა. ой რა ბედნიერება რომ ძიმე დაავადება ის არ არის. რაშიც ფულს აკეთებენ დაყოფილი აქვს ის. ხო მაგრამ მაგ შემთხვევაში ნებისმიერი ფასნავადის გაკეთება შეუძლია? კი რა თქმა უნდა. და აკეთებს კიდევ. და მაგ შეთანხმების დაცვა როგორ ხდება? თავრობის მეშვეობით. თუ თავრობა არ ჩაერევა ისე ხო ვერ მოხდება ისე თავრობის გარეშე დაჭამენ ერთმანეთს. მონოპოლია და ოლიგოპოლია უბრალოდ არ იქნება, ვერ იქნება. ისედაც არ გაქვთ ნახი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ფარმაცევტული კომპანიის მფლობელი რო ამბობს, მათ შორის პოლიტიკოსი რო არის თან. ბიჭებმა $3,000 ვიშოვეთო. წავით წამლები ჩამოვიდანეთო და 10,000-ად გავყიდეთო ჟურნალისტი რო ეკითხება, ანუ სამაგი ფასადამატი ქონდათ, რომ ოქრიაშულზე ლაბარაკი. ნუ როდესაც $3,000-ით მიდიხარ და $10,000 10,000-ად კი უნდა გაყიდო ისე მაგ შემთხვევაში, მაშინ თან არაფერი არ იყო. ხო, ნუ საქმე იმაშია, დღესაც ეგრეა ეგ სიტუაცია და რო გინდოდეთ თქვენმა რაღაც წამლის შემოტანა, თქვენ რო შემოიტანთ და რეალურად დღესაც მაგას ჩვებიან და თავრობა უწყობს ამათ ხელს, მათ შორის აგერ ოპოზიციის წარმომადგენელსაც, რომელიც ხან ოპოზიციონერია, ხან თავრობაშია, ხან იქაა, ხან აქაა, რომ ეგ სტატუსი და ეგ მდგომარეობა შეინარჩუნოს და საბოლოო ჯამში ამ თავრობასაც მაგიტო აქვს ბერკეტი, რომ ჩვენ ფასებს ქვემოთ დავწევთო, იმიტომ რომ იმდენად ხელში ყავს ესენი. ესეთ კომპანიები შეუძლია დააწევინოს? შეუძლია დააწევინოს, ხო და შეიძლება არც არაფერი მოხდეს, არც დეფიციტი იყოს. არც რიგი დადგეს, არც შავი ბაზარი გაჩნდეს, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ჩვენ თუ ამბობთ, რომ წონასწორობის წერტილშია ფასი, ხო, მაშინ მოხდება, მაგრამ ეხლა შეიძლება არ იყოს წონასწორობის წერტილში და სხვაგან არის. და თავის დაშავებულს აბრალებენ უბრალოდ. რა თქმა უნდა, მართლა ხვალ შეიძლება რო უნდათ ხვალ გაანახევრე ისე დიღეგე თუ სხვას არ აწევ. საბაჟოზე კორუფციას ებრძოლე, რასაც ბენდუქიძე აკეთებდა სხვათა შორის. სასამართლო გამართე და რა თქმა უნდა, გრძელვადიანში ეროვნულ ბანკს მართლა დამოუკიდებლობა გაუქმდა. ცოტა შორს მივდივართ ახლა. ხო, არა, საბოლოო ჯამში ფასებზე ხო ეგ არის. სასამართლო გაათავისუფლეს, საბაჟოს შეეშვი, გადასახადები დაწია და რა თქმა უნდა, თავარი ეროვნული ბანკი გაუქმდა. აი ამაზე რასაც შენ ხო, რაღაცა შეიძლება რაღაც კატეგორია. მინდა წაგიკითხოთ აი ილიას ერთი ფრაზა, ეს არის სატამაშნო პოლიტიკა ევროპაში ამაზე აქვს წერილი. ილიას იმდენ რამეზე აქვს წერილი, რომ ოლციპოი შესაბამის ფრაზას ნახე და რაც ახლა შენ თქვი, ნახე ყველასთვის ერთნაირად ღია ბაზარი უმჯობესია, იმიტომ რომ ყოველის კაცისათვის ის არჯობია საშუალება ჰქონდეს საჭირო საქონელი იქ და იმისგან იყიდოს, საცა და ვისაც უფრო კარგი საქონელი აქვს და უფრო იეფი შენ ჩემაობის გაურჩევლად. და მეორე ფრაზა აქვს კიდე, აქვე არის სადღაც ამონიშნული მაქვს ესეც. სააღებიცემო საქონელი შინაური თუ გარედამ შემოსული, ანუ იმპორტირებული,
ყოველის ბაჟისა და გადასახადისაგან დახსნილი იყოს და არა რომელსამი კანონმდებლობისგან შეხუთული არ უნდა იქნას. ცხადი იყო, მაშინაც ცხადი იყო, რაც საჭირო იყო იმისთვის, რომ ადამიანებისთვის ყოფა უკეთესი და ადვილი ყოფილიყო. და ნუ არც დღეს არის არაცხადი სინამდვილეში, მაგრამ უბრალოდ ვიღაცები ძალიან ინდომებენ, რომ ადამიანებს ეგონოთ, რომ მთავრობა რომ არა, ფასები გავარდებოდა მასალით. ხო, ერთ სიტყვით ჩვენ არ ვიცი, რამდენად გასაგებად ვისაუბრეთ პატრიციონო მაყურებლებო, შეიძლება ამ საკითხზე კიდე ბევრი რამე გვეთქვა. არ ვიცი, ახლა მაგალითებით უამრავია, მე რაც ამონიშნული მაქვს, ხედავთ ამ ფურცლებზე იმისი ძალიან მცირე ნაწილი თქვი მხოლოდ, მაგრამ გადატვირთვას მე მგონი ძალიან ბევრს აზრი არ აქვს, ძალიან სიღრმეში როგორც კი შედიხარ, აი გამოაჩი რომ კიდე უფრო მეტი და უფრო მეტი რაღაცები არის სათქმელი. მაგრამ ერთი რამე რაც უნდა დავიმახსოვროთ, არის ის, რომ თუ ბაზარს მივცემთ საშუალებას, რომ თავისთავად დაალაგდეს ბაზრის სუბიექტები და გარედან ჩარევა არ იქნება, იქ დაждდება ყველაზე ოპტიმალური ფასი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენც მომხმარებლებსაც იაფი არ გვაწყობს. ჩვენ გვაწყობს ოპტიმალური ფასი, იმიტომ რომ თუ ჩვენ იმაზე იაფად ვიყიდით, ვიდრე ოპტიმალური ფასი, მაშინ ხვალ გვექნება დეფიციტი. და ამ დეფიციტი ან ხარისხის ვარდნა, ან ხარისხის ვარდნა, რომელიც ასევე არ გვაწყობს. გინდა ხარისხი გაფუჭებულა, გინდა დეფიციტი. თუ ხარისხი იქნა წამალი, რაც მინდა ისეთი წამალი. ხო, ესეთ გადაყრილი ფულია უბრალოდ. და არც ოპტიმალურ ფასზე მეტად გაყიდვა არ აწყობს არავის, იმიტომ რომ წარმოებლებს, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ისინი კარგავენ კლიენტს. და ზედმეტ ფასში მხოლოდ მაშინ გაყიდიან, თუ ამ ამბავში პირდაპირ თუ იგივე გზებით ჩარეული არის ხელისუფლება. სხვანაირად ეს არ მოხდება. სხვანაირად არ ხდება უბრალოდ. სხვანაირად არ ხდება, იმიტომ რომ არანაირი ოლიგოპოლიური შეთანხმება არ არის სიცოცხლის უნარიანი, თუ კი მას რაღაცა ერთი ცენტრი არ აკონტროლებს. ეს ერთი ცენტრი შეიძლება იყოს მხოლოდ ხელისუფლება. მე არ ვიცი კონკრეტულად იქ როგორი გადაღებია, რანაირად ხდება დაკავშირება, როგორ ურეკავენ ერთმანეთს, ეს მეორე საკითხია, ბევრნაირად შეიძლება იყოს ბიუროკრატიული ტექნოლოგიები. ხო, ტექნოლოგიების ნაკლებობას ნამდვილად არ განვიცდით. მოკლედ დავფიქრდეთ ამაზე, გვესმოდეს და ადვილად არ მოვეტყუებინოთ არავის. ჩვენ სტუმრებს თუ რამის დამატება უნდათ კიდე დავამატოთ. არ შეიძლება თქვა და თუ არა და ვენდობით მატყუარა თავრობებს. ხო. არ დავიჯეროთ არავის. მე ჩემ სტუდენტებს ასევე ეუბნებოდი ხოლმე და ეს ფრაზა ძალიან ისეთია, არ დავიჯეროთ არავის ბრმად, მათ შორის მეც არ დამიჯეროთ. შეიძლება ვწდებოდი. რა თქმა უნდა. ამიტომ ყველაფერზე საჭიროა დაფიქრება, ვიფიქროთ, ვეძებოთ სწორი პასუხები. ჩვენ შეიძლება ვწდებოდეთ, მაგრამ პრაქტიკა სხვა რამეს გვეუბნება. ხო, მაგრამ თუ ვწდები, მაგასაც დადასტურება უნდა, ხო, რაღაცნაირად რაში ვწდები, ეს უნდა გამოჩნდეს და ეგ ახლა ფაქტები მოვიტანეთ დღეს და ხო, რაც დღეს ჩვენ ვილაპარაკეთ და უშოთ ის, რომ ფასი თერმომეტრის ვარიანტია, როდესაც ხელისუფლება, ხო, ეს ძალიან კარგი ანალოგია, სხვათა შორის ახალი არ არის. თერმომეტრი გვიჩვენებს ტემპერატურას. როდესაც იწყებს გავიზრდოთ. ჩვენ ყველა ვიცით, რომ 36 არის ნორმალური ტემპერატურა ყველა ვარიანტში. მაგრამ თერმომეტრი აჩვენებს 38-ს. მოდი ამ თერმომეტრზე გავაფუჭოთ თერმომეტრი, რომ ყოველთვის 36-ს აჩვენებს ხოლმე და ხო, არ მეცი არადიოდეს, მოდი თავკეთეთ იზა. ყუილი ვასწავლოთ თერმომეტრს. ამით მოვიგებთ რამეს? დაუწყობობას ეშველება? არ ეშველება. ზუსტად იგივეა სახელმწიფოს მხრიდან ფასის ლიმიტის დაწესება. თუ სახელმწიფო აწესებს ფასის ლიმინტს, ეს ნიშნავს, რომ თქვენ თერმომეტრს არ აძლევთ საშუალებას აჩვენოს 36 მეტრზე მეტი. რაც თავისთავად არასწორია და არაფერს კარგს არ მოგვიყვეს. კარგით. მაშინ დღეს ამით დავამთავროთ. დიდი მადლობა ჩვენ სტუმრებს. დიდი მადლობა. მადლობა მსმენელებს. თქვენ მაყურებლებო გთხოვთ თუ რამეს საუბარი შეგიძლიათ დამეკავშირდით, სიამოვნებით დაგპატიჟებთ, ასე შეგვიძლია გავარჩიოთ ნებისმიერი საკითხი. მადლობა ყურადღებისთვის.